საქართველოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის მოახლოებასთან ერთად გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი მონიტორინგს ამკაცრებს, რათა ბრაკონიერობის ფაქტები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. ნადირობის უფლების მისაღებად აუცილებელია 10 ლარიანი მოსაკრებლის გადახდა, ასევე იარაღის ფლობისა და ტარების დამადასტურებელი დოკუმენტი. ნადირობის სეზონი 22 აგვისტოდან დაიწყება და 1 მარტამდე გაგრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს იხსნება გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი. შესაბამისად, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მთელი საქართველოს მასშტაბით ამკაცრებს კონტროლს გადამფრენ ფრინველებზე უკანონო ნადირობასთან დაკავშირებით. ჩვენი პატრულებისა და სწრაფი რეაგირების ეკიპაჟები წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს ყველა რეგიონში, შემოწმდება შესაბამისი ლოკაციები, სადაც პოტენციურად შესაძლოა იყოს უკანონო ნადირობის ფაქტები, ასევე შემოწმდება ის იარაღები, რასაც მონადირეები ნადირობის პროცესში იყენებენ. მოუწოდეთ მოსახლეობას, რომ არ გამოიყენონ აკრძალული იარაღი და არ ინადირონ ისეთ ცხოველებზე და მათ შორის გადამფრენ ფრინველებზე, რომელიც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან დაწესებულია შესაბამისი საჯარიმო სანქციები და ასევე გატარდება კანონით გათვალისწინებული კაცრი ზომები.